მოგესალმებით. რუმინეთის არჩევნების მეორე ტური 18 მაისს ჩატარდა და შეიძლება ითქვას, რომ Deep State-მა თავისი გაიტანა. არჩევნებში, როგორც თავად უწოდებენ, პროევროპელმა ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა და დაამარცხა არაპროევროპელი ჯორჯე სიმიონი. საიდან დაადგინეს, რომ სიმიონი ანტიევროპელია, ან რატომ არის ბრიუსელის კრიტიკა ანტიევროპელობა, ამაზე მოგვიანებით ვიტყვით. რაც შეეხება რუმინეთს, ჩვენ რუმინეთის არჩევნებზე არაერთხელ გვისაუბრია და ყოველთვის ვამბობდით, რომ ერთ-ერთი საფრთხე ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის იყო ისეთი კანდიდატის მოსვლა რუმინეთის პრეზიდენტად, რომელიც ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიცოს რიგებში ჩაიწერებოდა. ამას აუცილებლად მოჰყვებოდა ბრიუსელის პოზიციების დასუსტება უკრაინასთან მიმართებით. ბრიუსელის ბიუროკრატიის ერთიანობის რღვევა მთელ რიგ საკითხებთან, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით. ასეთი სცენარი ყველაზე უარესი იყო გლობალური Deep State-ისა და ევროკრატებისთვის. ამიტომაც მოხდა გაუგონარი რამ, როცა რუმინეთში შარშან არჩევნები გააუქმეს. შემდეგ გამარჯვებული კანდიდატის კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ საქმეც აღძრეს და ბოლოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას წაართვეს. როგორც ჩანს, ამ დიდმა სპეცოპერაციამ შედეგი გამოიღო. ევროპის ყოფილ ევროპად ქცევა გამოიწვია იმ პრინციპების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებამ, რაზეც ევროკავშირი შექმნის დღიდან იდგა და რა პრინციპებსაც არავინ ეხებოდა. ასეთი პრინციპებიდან ერთ-ერთი იყო ევროპული კანონმდებლობა, არჩევნები და ამომრჩევლის ხმის დაცულობა. დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ეს პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, უпростоრად ბრიუსელის ბიუროკრატიის სამიზნე გახდა და ფეხქვეშ გაითელა. სხვას ვერაფერს ვუწოდებთ რუმინეთში შარშან არჩევნების გაუქმებას. ეს იყო პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანაში არჩევნების პირველი ტური გაუქმდა და ამით ევროკრატებმა ყველას აჩვენეს, რომ თუ საჭიროება მოითხოვს, ყველაზე მთავარ ევროპულ ღირებულებებსაც გათელავენ. ამ მხრივ რუმინეთის საპრეზიდენტო კანდიდატის ჯორჯე სიმიონის მიერ საფრანგეთთან და მაკრონთან დაკავშირებული ინფორმაციის გაჟღერება ძალიან საყურადღებოა. სიმიონი ერთ-ერთ ფრანგულ ტელეარხთან საუბარში აცხადებდა, რომ საფრანგეთის ელჩი რუმინეთში არჩევნების საკითხს განიხილავდა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ თავმჯდომარესთან, რომელმაც შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გააუქმა. სიმიონმა ისიც თქვა, რომ საფრანგეთის ელჩს თურმე რუმინეთის სხვადასხვა რეგიონში ბიზნესმენებთან შეხვედრები ჰქონია და მაშინ, როდესაც კამპანია მიმდინარეობდა, ელჩი მათ არწმუნებდა, რომ მისი მოწინააღმდეგისთვის, ნიკუშორ დანისთვის დაეჭირათ მხარი. ასეთი ინფორმაციები საქართველოში არ ჟღერს უცნაურად, მით უმეტეს უცხოელი დიპლომატებისა და ელჩების შიდა პოლიტიკაში ჩართულობის მრავალი მაგალითის ფონზე. აქ საუბარი აღარ არის მხოლოდ განცხადებების გაკეთებასა და მიკერძოებული პოზიციების დაკავებაზე. საუბარია ისეთი დემონსტრაციული ქმედებების განხორციელებაზე, როგორიც არის მაგალითად რადიკალი ოპოზიციონერებისა და მათი მხარდამჭერების სასამართლო პროცესებზე დასწრება. ამ მხრივ საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი უნდა გავიხსენოთ, რომელიც მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესს დემონსტრაციულად დაესწრო. შემდეგ მას მიბაძეს გერმანიის, ესტონეთისა და შვედეთის ელჩებმა. ამ მაგალითების ფონზე ჯორჯე სიმიონის განცხადებები ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან რუმინეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევასა და ზეწოლაზე დაუჯერებელი სულაც არ არის, პირიქით. ახლა რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს. პირველივე შეკითხვა ჩნდება შედეგებთან დაკავშირებით. 4 მაისს გამართულ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა და ხმების დაახლოებით 41% მიიღო. მეორე ადგილზე ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი გავიდა ხმების 21%-ით. ანუ სულ რაღაც 2 კვირის წინ კანდიდატებს შორის დაახლოებით 20%-იანი სხვაობა იყო სიმიონის სასარგებლოდ. 18 მაისს ჩატარებული მეორე ტურის შედეგად ნიკუშორ დანს ხმების დაახლოებით 54% აქვს. ჯორჯე სიმიონს 46%. აქ სპეკულაციებში არ შევალთ, თუმცა შეკითხვა, როგორ მოხდა ორ კანდიდატს შორის 20%-იანი სხვაობის შეცვლა, სავსებით ლეგიტიმურია. ამ შედეგების დადებაში თავისი როლი ითამაშა იმ შავმა პიარმა და პროპაგანდამ, რომელსაც შარშანდლის შემდეგ ავრცელებდნენ გლობალური ომის პარტიის მარიონეტი ევროკრატები და ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ თუ ეგრეთ წოდებული პროევროპელი კანდიდატი არ გახდება პრეზიდენტი, მაშინ რუმინეთი დაიღუპება. ეს ერთგვარი პანიკის დათესვისა და შემდეგ მოსახლეობის ემოციებით მართვის მეთოდია, რომლის მცდელობაც საქართველოშიც არაერთხელ ყოფილა.
ევრობიუროკრატები დღეს პანიკას იყენებენ მასების სამართავად. ამისთვის შესაბამისი ნარატივები შემოაქვთ. უფრო სწორად, გლობალური deep state თავისი მარიონეტების ხელით იყენებს პანიკას, რომელსაც მართვადი მედია საშუალებებითა და არასამთავრობო ორგანიზაციებით თესავენ. პრინციპი გათიშე და იბატონე რჩება. უბრალოდ საზოგადოების გასათიშად და ერთმანეთთან დასაპირისპირებლად ახლა პანიკა გამოიყენება. ეს პანიკა იქნება იარლიყების მიწებებით და მარტივი შავ-თეთრი რეალობის შექმნით. პრორუსი და პროევროპელი ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინოა. დემოკრატიის მტერი უკვე უნივერსალური ტერმინი გახდა, რომელსაც ევროკრატები იმას მიაწებებენ, ვინც მათ ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება. ამ მარტივ, მაგრამ დახვეწილ მეთოდებს დღეს ბრიუსელის ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა იყენებს საკუთარი ძალაუფლებისთვის და ამ მხრივ არც რუმინეთი არის გამონაკლისი. მნიშვნელოვანი დეტალია ამერიკელი თადარიგის პოლკოვნიკის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის უფროსის ლოურენს ვილკერსონის პირდაპირი აღიარება რუმინეთთან და კონკრეტულად ჯორჯესკუსთან მიმართებით. ვილკერსონი ამბობდა, რომ რუმინეთში ამერიკული მხარე არ შეცდა და ჯორჯესკუ მოაშორეს, იმიტომ რომ თავიდანვე ჩანდა მისი შესაძლებლობები. როდესაც ასეთი სხვადასხვა ინფორმაციები ერთმანეთს ავსებს, ეჭვი, რომ რუმინეთში გლობალური deep state-ის ჩარევით სპეცოპერაცია ჩატარდა მათთვის მისაღები კანდიდატის მოსაყვანად, ასეთი ეჭვი რეალობა ხდება. რატომ ვერ გაიმარჯვა ჯორჯე სიმიონმა და როგორ აისახება ეს რუმინეთსა და ევროკავშირზე, ნახეთ დათა გვასალიას სიუჟეტში. რუმინეთი მისი საპრეზიდენტო საარჩევნო ციკლებით თანამედროვე ევროკავშირის დემოკრატიის ტესტად იქცა და განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ისე ჩანს, რომ ევროპამ ეს ტესტი ვერ ჩააბარა. ამას ცხადია თავისი მიზეზები აქვს და პირველ რიგში რუმინეთში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ გლობალურმა ომის პარტიამ ევროკავშირის ხელით რუმინეთი საკუთარი გავლენის ქვეშ სრულად მოაქცია. ჯერ მაშინ, როდესაც მემარჯვენე პოლიტიკური ლიდერი კალინ ჯორჯესკუ გაანეიტრალა, შემდეგ კი სიმიონის დამარცხება უზრუნველყო. რუმინეთი გლობალური ომის პარტიის ძალის დემონსტრირების კლასიკურ მაგალითად იქცა. ხელახლა დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართა, რომელშიც მემარჯვენე ჯორჯ სიმიონი და ბუქარესტის ლიბერალი მერი ნიკუ შორდანი იბრძოდნენ პრეზიდენტობისთვის. საპრეზიდენტო რბოლაში ხმების 54%-ით ევროპელი ლიდერებისგან მხარდაჭერილი ნიკუ შორდანი გამოცხადდა გამარჯვებულად. სიმიონმა კი ხმების 45% მიიღო. მეორე ტურში ოპონენტებს შორის არსებულმა სხვაობამ იმთავითვე ეჭვები აღზრა, რადგან პირველი ტურის შედეგები პროცესების რადიკალურად განსხვავებულ განვითარებას მოასწავებდა. პირველ ტურში ჯორჯ სიმიონმა ხმების 51%, ხოლო აც უკვე გამარჯვებულად გამოცხადებულმა დანმა მხოლოდ 21%-ის მოგროვება შეძლო. მაშინ ამომრჩევლის განწყობების შესახებ როიტერსმა მოამზადა სიუჟეტი, სადაც რუმინელები აცხადებდნენ. აშკარა იყო, ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს, რადგან ბატონ ჯორჯესკუს ბევრი ხმა წაართვეს. არ ამგონია ვინმესთვის გასაკვირი იყოს, რომ სიმიონმა პირველი ადგილი დაიკავა. ახლა კი, როდესაც მეორე ტური ჩატარდა, არსებული შედეგებით რუმინელებს ეუბნებიან, რომ სიმიონმა, რომელიც პირველ ტურში ხმების 20%-ით ლიდერობდა, მეორე ტურში დამატებით მხოლოდ 4%-ის მოგროვება შეძლო. მისმა კონკურენტმა კი პირველადი შედეგი თითქმის 3-ჯერ გაზარდა და რუმინეთის საარჩევნო კომისიამ 54% დაუწერა. აშკარა იყო, რომ გლობალური ომის პარტიისთვის სიმიონი, ისევე როგორც კალინ ჯორჯესკუ მიუღებელი კანდიდატი იყო და ევრობიუროკრატიის ჩართულობით მის რჩეულს ნიკუ შორდანს ჩრდილიდან ეხმარებოდა. საკმარისია ამისთვის რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილოთ ყურადღება. დოიჩე ველე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადმოსცემდა. რუმინეთში შაბათ-კვირას დაძაბული და ღრმად პოლარიზებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ეს რბოლა აპირისპირებს მემარჯვენე რადიკალ ნაციონალისტ ჯორჯ სიმეონს და პროდასავლელ რეფორმატორს, ბუქარესტის მოქმედ მერს ნიკუ შორდანს. მას არ განიხილავენ მხოლოდ როგორც პოლიტიკურ დაპირისპირებას, არამედ როგორც არჩევანს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დაპირისპირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ანუ პროპაგანდამ მოქალაქეებს მიანიშნა, ირჩევთ სიმიონს, ანუ უარს ამბობთ ევროპაზე, რადგან მანამდე, როგორც მოისმინეთ, ჟურნალისტი სიმიონს რადიკალ მემარჯვენეს, ხოლო ნიკუ შორდანს რეფორმატორ პროდასავლელს უწოდებს. განწყობების გამოსაცნობად ის ბანერით საკმარისია, რომელიც წამყვანის ზურგს უკანაა, რომელზეც ჯორჯ სიმიონის პლაკატი ჩამოხეულია. სიუჟეტი იწყება და პირველი, რაც სიმიონზე გვესმის, ის არის, რომ კრიტიკოსები მის პრორუსულ და ანტიევროპულ პოზიციებზე მიუთითებენ. ხოლო როდესაც სიუჟეტში თხრობა მის ოპონენტზე გადადის, ამომრჩეველთან შეხვედრის კადრების ფონზე ავტორი ამბობს.
მისი კონკურენტი ნიკო შორდანი, რეფორმატორი, დამოუკიდებელი კანდიდატი, პროევროპელი, პროუკრაინელია. არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის. სწორედ ეს იყო გლობალური ომის პარტიის მარიონეტების მთავარი პროპაგანდისტული ხაზი კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგაც, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა და შემდეგ რბოლას ჩამოაცილეს. თუმცა ამაზე მოგვიანებით. როდესაც რუმინეთის არჩევნებში ევრობიუროკრატიის ჩარევაზე ვსაუბრობთ, ნიკო შორდანის სასარგებლოდ უნდა გავიხსენოთ ტელეგრამის დამფუძნებლის, პაվել დუროვის წერილი, რომელიც 18 მაისს კენჭისყრის მიმდინარეობისას გამოქვეყნდა. დასავლეთ ევროპულმა მთავრობამ მიმართა ტელეგრამს და მოგთხოვა, რომ დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუმინეთში კონსერვატიული ხმები გაგვეჩუმებინა. მე კატეგორიული უარი ვუთხარი. ტელეგრამი არ შეზღუდავს რუმინელი მომხმარებლების თავისუფლებას და არ დაბლოკავს მათ პოლიტიკურ არხებს. დემოკრატიის განადგურებით დემოკრატიის დაცვა შეუძლებელია. რომელ ქვეყანას გულისხმობდა დუროვი, ალბათ ყველასთვის ცხადია მის მიერ გაკეთებული ფრანგული ბაკეტის სტიკერის მინიშნებით. თუმცა მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდა და პირველი ტურის შედეგებისგან მოულოდნელად ნიკო შორდანი გამარჯვებულად გამოცხადდა, დუროვმა პირდაპირ დაწერა, რომ არჩევნებში ფრანგული მხარე ერეოდა. ამ გაზაფხულზე ჰოტელ დე კრილონში საფრანგეთის დაზვერვის უფროსმა ნიკოლას ლერნერმა მთხოვა, რუმინეთის არჩევნების წინ კონსერვატიული ხმები ამეკრძალა. მე უარი ვთქვი, ჩვენ არ დაგვიბლოკავს მომიტინგეები რუსეთში, ბელარუსში ან ირანში. ჩვენ ამას ევროპაში არ დავიწყებთ. საინტერესოა ისიც, რომ კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ღამის პირველ საათსა და 39 წუთზე, ემანუელ მაკრონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ნიკო შორდანს გამარჯვება მიულოცა. ისევე როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ჩემი გულთბილი მილოცვა ნიკო შორდანს დღევანდელ გამარჯვებას ვულოცავ. რუმინელმა ხალხმა მასობრივად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. მათ აირჩიეს ღია, წარმატებული რუმინეთის დაპირება ძლიერი ევროპის ფარგლებში. მოდით ერთად შევასრულოთ ეს დაპირება. მოუთმენლად ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას. დაურეკე ნიკო შორდანს და მიულოცე მისი არჩევა რუმინეთის მეთაურად. მრავალი მანიპულაციური მცდელობის მიუხედავად რუმინელებმა ამ საღამოს აირჩიეს დემოკრატია, სამართლის სახელმწიფო და ევროკავშირი. როდესაც ერთი მხრივ დაზვერვის სამსახური მუშაობს, რათა სოციალურ ქსელებში დაიბლოკოს კონსერვატიული ხმები რუმინეთში. მეორე მხრივ კი ევროპელი მაღალჩინოსნები არჩევნების დასრულებისთანავე ულოცავენ ნიკო შორდანს გამარჯვებას და ამ შემთხვევაში რატომღაც არ უჩნდებათ გარეჩარევებზე ეჭვები, როგორც ეს კალინ ჯორჯესკუს გამარჯვების დროს მოხდა. ცხადყოფს გლობალური ომის პარტიის სრულ კონცენტრაციას რუმინეთის არჩევნებზე და რუმინეთის მნიშვნელობას მისთვის. Deep State-მა ფაქტობრივად მთელი რესურსი გამოიყენა რუმინეთზე კონტროლი რომ არ დაეკარგა. დაზვერვა, ევროპელი ლიდერები, პროპაგანდა, რომელიც სიმიონს პრორუსად და ანტიდასავლელად რაცხავდა. არადა თავად სიმიონს არასდროს უთქვამს, რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გამოყვანა სურს. მისი ამომრჩეველიც ევროპისგან დისტანცირებას კი არა, სამართლიან ურთიერთობებს უჭერდა მხარს. ჩვენ გვინდა რაღაც განსხვავებული, გვინდა ცვლილება და ამის გამო სულელებს გაუნათლებლებს გვეძახიან. არ მგონია რომ ასეთები ვიყოთ. მათ ცვლილებების ეშინიათ. რაც დამპირდა ჯორჯ სიმონი, ის დამპირდა მშვიდობას, დამპირდა ნეიტრალიტეტს, იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენს გარშემო ხდება. ჩვენ საზღვრებთან ომი გვაქვს და ის დამპირდა ნეიტრალიტეტს იმ გაგებით, რომ უკრაინას ფულს აღარ მივაწოდით. მე არ მინდა ევროკავშირიდან გასვლა, მინდა რომ ჩემი ხმა მოისმინონ. მინდა რომ გადაწყვეტილებები ჩვენთვისაც სასარგებლო იყოს და არა მხოლოდ ევროკავშირისთვის. Nu-n beneficiu doar al Uniunii Europene. სამართლიანობის ძებნას დიდი ხანია აზრი არ აქვს ევრობიუროკრატების მიდგომებში, რადგან ბრიუსელი გლობალური ომის პარტიის დაქვემდებარებაშია, სადაც ერთი აზრის დიქტატია დამკვიდრებული და ეს დღის წესრიგი უპირობოდ უნდა იყოს გათვალისწინებული ყველას მიერ. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად სასარგებლოა ეს აზრები და შეხედულებები კონკრეტული ქვეყნებისთვის. სიმიონიც და მისი ამომრჩევლებიც არ ჯდებოდნენ იმ საერთო შეხედულებებში, რომელსაც Deep State-ი აყალიბებს ევროპის კონტინენტზე. ამიტომაც უკრაინის ომის დასრულების მოთხოვნა მათთვის უკვე პრობლემატურია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან რუმინეთს ეხება. გლობალური ომის პარტიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო რუმინეთის სრულად დაქვემდებარება. შესაბამისად, უნგრეთისა და სლოვაკეთის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდნენ, რომ რუმინეთიც ჩამოცილებოდა ევროგაერთიანებაში გენერირებულ იმ ერთი აზრის დიქტატს, რასაც ომების მხარდაჭერა და წახალისება ჰქვია.
სიმიონიც და ჯორჯესკუც ეწინააღმდეგებიან ომის გაგრძელებას უკრაინაში და მშვიდობის პოლიტიკას უჭერენ მხარს. ასე რომ გლობალური ომის პარტიის პოლიტიკურმა ბატალიებმა სწორედ რუმინეთზე გაიარა. ისინი ვერ დაუშვებდნენ, რომ უკრაინის ომის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო გეგმიდან რუმინეთი ამოვარდნილიყო, რადგან რუმინეთი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ლოჯისტიკურ ხიდს დასავლეთ ევროპასა და უკრაინას შორის. დასავლური იარაღი, მათ შორის შტატების, გერმანიის და საფრანგეთის მიერ მიწოდებული სისტემები უკრაინაში სწორედ რუმინეთის გავლით ხდება. გარდა ამისა, Deep State-ისთვის რუმინეთის კონსტანცის პორტიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყველაზე დიდი პორტი შავ ზღვაში, რომელსაც ასევე იარაღის ტრანზიტისთვის იყენებენ, საიდანაც შემდეგ ეს იარაღი საგზაო თუ სარკინიგზო გზით უკრაინამდე ჩადის. ბუნებრივია ამ ლოჯისტიკის შესანარჩუნებლად, ანუ ომის გახანგრძლივების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი რგოლისთვის, გლობალური ომის პარტია ყველაფერს გააკეთებდა და არ დაუშვებდა არც ჯორჯესკუს გამარჯვებას, რომელიც ომის წინააღმდეგ იყო, და არც სიმიონის გამარჯვებას, რომელიც ღიად ამბობდა. ჩვენი პოზიცია რუსეთის ომის მიმართ ძალიან ნათელია. ეს არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. მე უკრაინას მანამ არ დავეხმარები, სანამ უკრაინა პატივისცემით არ მოეკიდება უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე მცხოვრები რუმინელების უფლებებს. გამოსავალი არის ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობიანი მოლაპარაკებები, კონფლიქტის დეესკალაცია და ჩვენ უნდა დავიცვათ რუმინელი ერის ინტერესები და არა სხვა ერების, რომლებიც არ არიან ევროკავშირისა და ნატოს წევრები. როდესაც მსგავსი შეუთავსებლობაა გლობალური ომის პარტიის მიერ დაწესებულ ერთი აზრის დიქტატთან, ხდება ის, რაც რუმინეთში მოხდა. ის, რამაც პრეზიდენტად ნიკუშორ დანი აქცია და არა კალინ ჯორჯესკუ ან სიმიონი. რეალურად ხომ სიმიონის კანდიდატურა მას შემდეგ გაჩნდა, რაც Deep State-მა მის მიერ მართული ევრობიუროკრატიითა და დაქვემდებარებული რუმინული საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით კალინ ჯორჯესკუს საარჩევნო მარათონიდან ჩამოიშორა. მას ჯერ არჩევნების პირველი ტურის შედეგები გაუუქმეს, ვითომ და არჩევნებში რუსული ჩარევის გამო, თუმცა ამის მტკიცებულებები ვერავინ წარმოადგინა. შემდეგ კი მართულ გენერალურ პროკურატურას მის წინააღმდეგ გაუგებარი ბრალდებით გამოძიება დააწყებინეს და ფაშისტურ ორგანიზაციაში ჩართულობასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადავო იდეოლოგიების პოპულარიზაციაში დაადანაშაულეს. შემდეგ კი მიუხედავად ასობით ათასი რუმინელის პროტესტისა, მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც წაართვეს. მიზეზი მისი შეხედულებები იყო. მათ მშვიდობა და თავისუფლება აშინებთ. მთელი ჩემი კამპანია მშვიდობის დამყარებაზეა ორიენტირებული და მე დამადანაშაულეს. თუ რატომ ვლაპარაკობ მშვიდობაზე, რადგან მათ ომი სჭირდებათ. ისინი დემოკრატიას ანადგურებენ, ადამიანების სიცოცხლეს ანადგურებენ. სწორედ ამიტომაც გლობალურმა ომის პარტიამ ჯორჯესკუს პოლიტიკური მომავალი გაანადგურა. მაშინ რუმინეთი ერთგვარ ფრონტის ხაზად იქცა Deep State-სა და შტატების ახალ ადმინისტრაციას შორისაც. თუ Deep State ჯორჯესკუს წინააღმდეგ მოქმედებდა, JD Vance-მა შტატების ვიცე-პრეზიდენტმა საპასუხოდ განაცხადა. როგორც მე მესმის, არგუმენტი იყო ის, რომ რუსული დეზინფორმაცია რუმინეთის არჩევნებში იყო შეღწეული, მაგრამ ჩემს ევროპელ მეგობრებს მოვუწოდებ, მოვლენებს უფრო ფართო პერსპექტივიდან შეხედონ. თუ თქვენი დემოკრატია შეიძლება დაინგრეს რამდენიმე $100,000 ღირებულების ციფრული რეკლამით, რომელიც უცხო ქვეყნიდან მოდის, მაშინ თქვენი დემოკრატია თავიდანვე არც ისე ძლიერი ყოფილა. გავოცდი, როდესაც ყოფილი ევროკომისარი ტელევიზიით გამოვიდა და გახარებული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ გააუქმა არჩევნები. მან გააფრთხილა, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, იგივე შეიძლება მოხდეს გერმანიაშიც. ეს განცხადებები შოკის მომგვრელია ამერიკელებისთვის. წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ, ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების სახელით არის. მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები აუქმებენ არჩევნებს, ხოლო მაღალი თანამდებობის პირები სხვა არჩევნების გაუქმებით იმუქრებიან, საკუთარ თავს კითხვა უნდა დავუსვათ. ვიქცევით თუ არა საკმაოდ მაღალი სტანდარტების მიხედვით. ეს ფაქტობრივად იყო ჯორჯესკუს და შესაბამისად ჯორჯ სიმიონის ღია მხარდაჭერაც. როდესაც JD Vance-მა ჯორჯესკუს მხარდაჭერა გამოუცხადა და მისი არჩევნებიდან მოკვეთა გააკრიტიკა, გაჩნდა განცდა, რომ რუმინეთის ახალ არჩევნებში განსხვავებული რეალობა დადგებოდა. სიმიონეს მხარეს იყო ჯორჯესკუს ამომრჩევლების მხარდაჭერა, შტატების ვიცე-პრეზიდენტის მხარდაჭერა. მან პირველ ტურში 41% აიღო და უეცრად მეორე ტურში მოულოდნელად დამარცხდა. შტატების ახალი ადმინისტრაციის საჯარო განცხადებებიც კი უშედეგო აღმოჩნდა რუმინელების არჩევანის დასაცავად.
და ფაქტია, რომ Deep State-მა ეს პარტია ჯერ კიდევ მაშინ მოიგო, როდესაც ჯორჯესკუს აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა, რადგან სიმიონი საბოლოოდ ჯორჯესკუს მსგავსად მებრძოლი კანდიდატი არ აღმოჩნდა, რასაც ერთი მნიშვნელოვანი და ცოტა არ იყოს ალოგიკური ფაქტი ადასტურებს. თავდაპირველად, როდესაც ეგზიტ პოლები გამოქვეყნდა, რომელშიც ნიკუშორ დანი იმარჯვებდა, სიმიონმა ჯერ განაცხადა: საღამო მშვიდობისა, მე რუმინეთის ახალი პრეზიდენტი ვარ და გთხოვთ ყველა რუმინელს, ვინც ამჟამად რიგში დგას თავისი დემოკრატიული უფლების გამოსაყენებლად, მიეცით ხმა. ჩვენ ვართ ამ არჩევნების აშკარა გამარჯვებულები. ჩვენ გამარჯვებას რუმინელი ხალხის სახელით ვაცხადებთ. თუმცა რამდენიმე საათში მან მარცხი აღიარა. Aș vrea să-l felicit pe contracandidat. მინდა მივულოცო ჩემს ოპონენტს ნიკუშორ დანს არჩევნებში გამარჯვება. ეს რუმინელი ხალხის ნება იყო. მინდა მადლობა გადაუხადო 5 მილიონზე მეტ რუმინელს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. ცხადია იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც რუმინეთს დაუგროვდა საპრეზიდენტო არჩევნებში გარეჩარებასთან დაკავშირებით. იმ განცხადებების გათვალისწინებით, სადაც კალინ ჯორჯესკუ პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნებში გარედან ერეოდნენ. ყველა მიცის, რომ ეს იყო საგარეო ჩარევა, განსაკუთრებით იმ დროინდელი სახელმწიფო მდივნისგან, ენტონი ბლინკენისგან. ის ჩაერია რუმინეთის არჩევნებში და უბრალოდ კარნახობდა, რა უნდა გაეკეთებინა სისტემას. ყველა მიცის ამ ვითარების შესახებ, მათ შორის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტებმა მაკრონმა და მოლდოვას მაია სანდუმ, ისინიც ერეოდნენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო მდივანი ბლინკენი. მისი წასვლის შემდეგ რუმინეთზე კონტროლი საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა გადაიბარა. როდესაც მეორე ტურის მსვლელობისას ტელეგრამის დამფუძნებელმა დაწერა, რომ საფრანგეთი ერეოდა საპრეზიდენტო არჩევნებში. როდესაც პირველი ტურის შემდეგ მისი რეიტინგი 4%-ით, მისი მოწინააღმდეგის კი 24%-ით გაიზარდა, ნამდვილად იწვევს კითხვებს ასე მარტივად და ყოველგვარი ეჭვების გამოთქმის გარეშე როგორ მიიღო დამარცხება სიმიონიმ. მაგრამ მიუხედავად სიმიონის მიერ დამარცხების აღიარებისა, გლობალური ომის პარტიისთვის რუმინეთის სრულად დამორჩილება იმდენად მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა, რომ ხელისუფლებას მაინც განაცხადებინეს. რუსული ჩარევის დამახასიათებელი ნიშნები შესამჩნევია რუმინეთის მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში იმ ფონზე, როცა ვირუსული ყალბი ამბების კამპანია ტელეგრამსა და სხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. ჩვენ ამას მოველოდით და რუმინეთის ხელისუფლებამ გამოააშკარავა ეს ყალბი ამბები. და ეს ერთგვარი თავის დაზღვევა იყო მოსალოდნელი საპროტესტო გამოსვლებისგან, რადგან მათ კარგად იცოდნენ, რომ სიმიონის გაზრდილი მხარდაჭერა კალინ ჯორჯესკუს საარჩევნო რბოლიდან ჩამოშორებამ გამოიწვია, ასე რომ რუსულ ჩარევებზე აქცენტირება სწორედ ჯორჯესკუს ამომრჩევლისთვის გაჟღერებული გზავნილი იყო. ერთგვარი გაფრთხილება, რომელიც მარტივად ასე ჟღერდა: თუ გააპროტესტებთ, პრორუსის იარლიყი არ აქცდებათ. ასე რომ რუმინეთმა სამი რამ გამოააშკარავა. პირველი, ის რომ ევრობიუროკრატია კლავს დემოკრატიას ევროპაში. ხალხის ნება არაფერს ნიშნავს, თუ ის განსხვავდება Deep State-ის მართული ევროკრატებისგან და ამაზე ევროპარლამენტშიც ითქვა. რუმინეთმა ახლახანს კალინ ჯორჯესკუ დააპატიმრა, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ქალბატონებო და ბატონებო, დემოკრატიის არსი სწორედ ის არის, რომ ცვლილება გამოიწვიოს. ეს მისი ერთადერთი მიზანია, ხალხმა შეძლოს ცვლილებების მოხდენა, მაგრამ რასაც დღეს ვხედავთ, არის ის, რომ ხალხს შეუძლია მისცეს ხმა, ვისაც უნდა, თუმცა თუ გამარჯვებული კანდიდატი ვინმეს არ მოსწონს, მას ანაკრძალავენ ან ციხეში ჩასვამენ. მეორე, Deep State-ის გავლენა ბრიუსელში ერთპიროვნული და უდიდესია და ამჯერად მათი ინტერესი იყო, რომ რუმინეთში ისეთ კანდიდატს არ გაემარჯვა, რომელიც გლობალური ომის პარტიის გავლენას შეასუსტებდა და მშვიდობასა და სუვერენიტეტზე იქნებოდა ორიენტირებული. საფრთხეს შეუქმნიდა სამხედრო ლოჯისტიკურ ქსელს და უკრაინის იარაღით მომარაგებას. დამატებით მნიშვნელოვანია ის დეტალიც, რომ ჯერ კიდევ გასული წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ რუმინეთში ევროპის მასშტაბით ნატოს ყველაზე დიდი ბაზა აშენდება, რომელიც 2800 ჰექტარს დაფარავს და ის 2040 წლისთვის მზად უნდა იყოს. ასე რომ Deep State არასდროს დაუშვებდა ისეთი კანდიდატების გამარჯვებას, რომლებიც ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებოდნენ. Romania is the asset for European Union for Macron. რუმინეთი ევროპელებისა და მაკრონისთვის არის აქტივი, რომლის გამოყენებაც ომის დასაწყებად შეიძლება. გარდა ამისა, რუმინეთი შეიძლება პასუხისმგებელი იყოს შავ ზღვაში უსაფრთხოებაზე. და რა თქმა უნდა, რუმინეთის მეშვეობით შესაძლებელია მოლდოვასა და შავ ზღვაზე რეგიონული გავლენის მოხდენა. ნატოს თავისუფალი რუმინეთი არ სჭირდება. აქვს. მათ მესამე მსოფლიო ომის დაწყება რუმინეთთან ერთად სურთ. მათ შეუძლიათ ევროპისა და შეერთებული შტატების მოზიდვა. მათ ამ ომში საკუთარი ინტერესები აქვთ.
და მესამე, რუმინეთში განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ Deep State-ის დამარცხება შტატების ახალ ადმინისტრაციასაც ძალიან უჭირს და ფაქტობრივად ჯერ ხელშესახები შედეგები არ აქვს. როდესაც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი საჯაროდ უჭერს მხარს კონკრეტულ კანდიდატს და მიუხედავად ამისა მის მიერ მხარდაჭერილ ჯორჯესკუს არჩევნებში მონაწილეობას მაინც უკრძალავენ. სიმიონს კი მანიპულაციების გამოყენებით გამარჯვებას პარავენ. ცხადი ხდება, რომ ვიცე-პრეზიდენტის განცხადება მხოლოდ ტრიბუნასთან დახარჯულ სიტყვებად დარჩა. შედეგად დაძაბული საპრეზიდენტო საგა, რომელიც რეალურად გლობალურ ომის პარტიასა და შტატების მხარდაჭერილ ძალებს შორის ბრძოლა იყო რუმინეთში, გლობალისტების გამარჯვებით დასრულდა. ევროპული დემოკრატიის შესახებ არსებული ილუზიების სრულად დასამარების ფასად. საკითხი ასე დადგა ევროკრატების მიერ. ისინი ან გაიმარჯვებდნენ რუმინეთში და მათი კანდიდატი გახდებოდა პრეზიდენტი, ან ევროსკეპტიკოსების ტრიო უნდა მიეღოთ ორბანის, ფიცოსა და თეორიულად სიმიონის სახით. ეს მათთვის ცალსახად მიუღებელი იყო. იმ ფონზე, რაც საფრანგეთში მოხდა, თუ როგორ გამოუტანეს განაჩენი მარინ ლეპენსა და როგორ აუკრძალეს მას არჩევნებში მონაწილეობა, რუმინეთში ჩატარებული სპეცოპერაცია რიგითი ნიკუშორ დანის გადასარჩენად სავსებით ბუნებრივია. ამ მიმართულებით საინტერესო დეტალია ტელეგრამის დამფუძნებლის პაվել დუროვის კომენტარი. დუროვი ამბობდა, რომ საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი მას რუმინული კონსერვატიული ხმების აკრძალვას თხოვდა რუმინეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ეს ინფორმაცია საფრანგეთში უარყვეს, მაგრამ ფაქტი, რომ საფრანგეთის სახელი ძალიან ბევრჯერ ამოტივტივდა რუმინეთის არჩევნებთან დაკავშირებით, უკვე შეკითხვებს აჩენს. პასუხი ცნობილია. დღეს ევროპა ის ევროპა აღარ არის, რომელიც საზოგადოებას წარსულიდან ახსოვს. დღევანდელი ევროკრატებისთვის მთავარი არის გლობალური Deep State-ის დაკვეთის შესრულება და ამ დავალებებს ეწირება ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები, რის გამოც ევროპა ყოფილი ევროპა ხდება. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.